გამარჯობა, აჭარა თაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას ვიმყოფებით ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თქვენ კადრში ხედავთ, მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. აქ იმყოფებიან ტაქსის კომპანიების მძღოლები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დამსაქმებლების მიერ დაწესებულ ტარიფებს. საუბარი არის როგორც საკომისიო ტარიფზე, ასევე ისინი ფიქრობენ, რომ უნდა გაიზარდოს მგზავრობის გადასახადი, რადგან გაძვირებული საწვავის შედეგად მათ თითქმის არაფერი რჩებათ. აქ როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იმყოფებიან როგორც მაქსიმის, ბოლტის, ასევე მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, თქვენი შეკრების მიზეზი რა არის და რა მოთხოვნა გაქვთ? შეკრების მიზეზი არის ის, რომ საწვავი გაიზარდა, ძალიან გაიზარდა, ტარიფი დაბალია, საკომისიო მაღალია ქვენ. ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი სახელმწიფოს დახმარება. იმათ არ აინტერესებიან, იმას შრალი ფული მიაქვენ და ჩვენ იმიტომ ვართ დაინტერესებული, იმიტომ გავჩერდით თელი მასა და კიდო მოვა, ყველა გაჩერდება. ანუ რომ აღწეროთ მაყურებლისთვის და გასაგები რომ იყოს, რამდენზეა საკომისიოზე საუბარი, ასევე თქვენ რა გჩებათ რეალურად? მუშაობ Yandex-ში, აქავი ვოლტის ხალხი, Yandex-ისა, მაქსიმი მე მგონი არის და ნელ-ნელა შემოვლია. ახლა Yandex-ით მე ვარ ზოგი წარი და კიდო გაჩერდება, იმიტომ ყველა ხედავს ამას და ტარიფი არის 18%-ია მე მგონი Yandex-ისა და მაღალია, იმიტომ რომ მე 100 ლარში ამასინათ მივიღე ქუთაისში შეკვეთა 135 ლარში და არ წავედი. იმიტომ ავღის აეროპორტი, იმიტომ რომ დაბალია ტარიფი, მიხდი? ზოგადად რო შეხედოთ დღევანდელი ცხოვრებიდან გადახედვით, მინიმუმ ტარიფი გაგიშვას 200 ლარი მინიმუმ უნდა დააწესოს, იმიტომ ეს ხალხი ცოდვავა ზოგადად 18%-ო წაიღებს, ჩვენ რა დაგჩება არაფერი, ხო? მარტო ეგენი ძალიან საწვავს. აი მანქანას ტექნიკი რამე გაბუჩდეს საბულავია, ყველაფერს ხარჯი ხო აქვს. ეს ხო აერიდან არ მოდის ყველაფერი, უნდა გააკეთო შენია თუ სხვისი რა მნიშვნელობა. დამსაქმებელთა გქონდათ მანამდე საუბარი ამ თემაზე, რაც ამბობენ ისინი? დავუვეკე თვითონ, თბილისში დავუვეკე და ველაპარაკე. და წამოვედი აქ და გავჩერდი, იმიტომ რომ უთხავეთ ჩვენ როგორც ქუთაისში და თბილისში გაჩერდა ხალხი, ბათუმში ჩერდებით მაგისა და იცოდეთ რომ ამაში საქმის ყურში იყავით და მიხედეთ, დავუვეკეთ, ვიცა მე პატრონე ჩვენ არც ვიცით მინა. იმას აერში შრალი ფული შეუდის, მაგრამ ჩვენ წვალობთ. მიხდი რასაც ქვია, წვალობთ და ჩვენი მუშაობა არ ფასდება. ზოგადად არ არის ის კანონი, რომ ხალხის ხელი დაფასდეს. არ არსებულა ჯერ და გვინდა რომ სახელმწიფომ ჩაგვიდგეს გვერდში, დაგვიდგეს და მოვიდეს და თანადგომა გამოვიხატოს. სახელმწიფოს ჩართულობას ახსენეთ, თქვენ რა ნაწილში შეიძლება დაგეხმაროთ ამ შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ? ის კომპანია ხო, ის ვისიცა ხო იხდის სახელმწიფოში. დაუწესოს ეს ყველაფერი კანონი მათ ხელშია, ჩვენ ხელში ხო არ არის. სამობა ისთვისა. ასწიოს და ტარიფი იგი პროცენტი უნდა დაუწიოს. ესაა ჩვენი მოთხოვნა. რომ ჩვენც ვიმუშაოთ პროცენტი მოსულია აქ და მოდიან კიდო ყველა მიციან და მინდა ეს თანადგომა მეტი არაფერი ჩვენ არ ვჩხუბობ, არავის ზედმეტსაუბრებლებით შვიდათ ყველაფერი ჩვენი ვაკ ჩვენ ჩვენ არავის არ ვეგამათებით და ჩვენ გვინდა რომ წყნარად შვიდათ ჩავატაროთ ჩვენი აქცია. ეს დღე ერთი დღით არ დამთავრდება, იმიტომ თუ არ მიხედოს და თუ არ მათ თუ საქმის ყურში არ ჩადგენ და არ გააკეთენ ეს საქმე, ჩვენ ყველა გაჩერებული ვიქნებით, რამდენი დღე უნდა დაჭირდეს. გასაგებია, მადლობა, თქვენ უსმენდით ერთ-ერთ მძღოლს, რომელიც ამბობს, რომ საჭირო არის სახელმწიფოს ჩართულობა, რათა მათ სასარგებლოდ გადაწყდეს ეს საკითხი. აქ როგორც კადრში ხედავთ, იმყოფებიან სხვადასხვა კომპანიის მძღოლები, რომლებიც დილიდან მართავენ პროტესტს, მათ შეჩერებული აქვს საქმიანობა და ამბობენ, მანამ არ გაგრძელდება მუშაობა, არ გააგრძელებენ მუშაობას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული. მოგესალმებით ბატონო, გითხარით აბა თქვენ რა მოთხოვნა გაქვთ და რისთვის ხართ აქ შეკრებილები? შევიკრიბეთ გამომდინარე ეკონომიური მდგომარეობიდან, კრიზისებიდან. გაძვირებული გვაქვს ტარიფები, კატასტროფული პროცენტი აქვს. ვოლტს გამორჩეულად და ვითხოვთ
ნუ ეხლა მოვითხოვოთ ფასების გაზდა ეს კატასტროფულია თითეული მოქალაქისათვის, მაცხოვრებლისათვის, მაგრამ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ დაუწიოს ტარიფს თვითონ პროცენტს დაუწიოს, 24% მიაქვს თითეული გადაყვანილი მგზავრიდან 24% არის კატასტროფული. ვერ ვახერხებთ. ფაქტიურად შეუძლებელია ავტომანქანის მოვლა, შეუძლებელია ოჯახის რჩენა და ასე შემდეგ. ვითხოვთ, ეს ჩემი იმედით ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. დარწმუნებული ვარ, რომ ძღოლების 80%-მა არის ის დღევანდელი დღე, თორემ გაიგებთ, ტელევიზიით იქნება და ჩვენი ერთმანეთის გადაცემით იქნება, შევერთებით ერთმანეთს და გავაგრძელებთ ამ პროტესტს, სანამ არ მივახცევთ ჩვენ მოთხოვნას. დამსაქმებელთან გქონდათ გასაუბრება, მათი პოზიცია იცით რა არის ამ თქვენს მოთხოვნებზე? თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ დამსაქმებელთან არც ერთ ზღოლის კავშირი არ გვაქვს. ფაქტიურად ვერ დაუკავშირდები, ოფისი არ არსებულია. არცად ოფისი არ აქვს. უბრალოდ ჩვენც რომ მოგვინდეს დაკავშირება ოფისთან, ვერ უკავშირდებით და ეგრევე თუ რამე პატარა შენიშვნაც თვითონ შეუძლიათ ჩამოგაკლონ ხულები, ჩამოგაჭრან თანხა და ასე შემდეგ. ჩვენ არც არ გვაქვს კავშირი, ელემენტარული კავშირი არ გვაქვს ოფისთან. გასაგებია, მადლობა. კიდევ ერთი ძღოლის მოსაზრება მოისმინეთ თქვენ. მოგესალმებით, შეგიძლიათ გითხრათ თქვენი მოთხოვნა რა არის? მოგესალმებით ბატონო. გითხარით აბა თქვენი მოთხოვნა რა არის? აქ რისთვის ხარ? აი აქ არიან რამდენიმე კომპანიის მძღოლები, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი ითხოვენ დაწესებული ტარიფების დაკლებას, ასევე გზავრობის საფასურის გაზრდას, რათა როგორც თავად ამბობენ, უკვე მათ ფაქტობრივად აღარ უღირთ სამსახურის გაგრძელება, რადგან თეთრები მრჩება დღის ბოლოს მათ და მათ უკან კიდევ არის სხვა საჭიროებები, რის დაკმაყოფილებას ისინი ვერ ახერხებენ. შევეცდებით, რომ მოусმინოთ სხვებსაც. მოგესალმებით ბატონო, გითხარით აბა თქვენი მოთხოვნა რა არის, რისთვის ხართ აქ? მოთხოვნა არის ის, რომ სამუშაო პირობები უნდა გაუმჯობესდეს და ტარიფები უნდა აიწიოს. ძალიან არაადამიანური სამუშაო პირობებია, ნამდვილად აი პირდაპირ გეტყვით კომპანიებიდან პირველ რიგში და შემდეგ გაძვირებულია ყველაფერი, ბენზინი, ყველანაირი ხარჯები გაძვირდა და ტარიფები არის აი ძალიან დაბალი. აი უმდაბლეს. ყველაფერი ძვირია ქალაქში და ამ დროს ტაქსის მომსახურება არის ყველა აი კაპიკებია რო ეთქვა კაპიკებზე მუშაობს ადამიანი. მაყურებლისთვის რომ განმარტოთ და უფრო აღსაქმელიო იყოს, მაგალითად 5 ლარიან გზავრობაზე რამდენი რჩება მძღოლს? 5 ლარიან გზავრობაზე მძღოლს ფაქტიურად ჩათვალე ალბათ 3 ლარი არა. აი რომ და თუ იანგარიშებ მანქანას და იმ ცვეთას და იმას ჩათვალე ლარი. აი წარმოიდგინე ახლა დაცინვა უბრალოდ დღევანდელი ტარიფები მძღოლისთვის რაც დღეს ხდება საქართველოში ზოგადად. მარტო ბათუმში კი არა, ზოგადად საქართველოს თბილისში ბათუმში. დამსაქმებელთან გქონდათ რაიმე კავშირი, რა პოზიცია აქვთ მათ იცით? თვითონ კომპანიასთან ვერ დაუკავშირდებით ახლა როგორც ასეთი დამსაქმებელი არის უცხოეთში დარეგისტრირებული, ანუ აპლიკაციის ხდება მაგი ყველაფერი, მეტი არაფერი. უბრალოდ ზაფხულში ხდება წამოწევა ცოტა ტარიფები ზაფხულში და всё დანარჩენი თვეები უკვე ჩათვალეთ ძალიან აი მკვდარია რო იტყვიან ზღოლისთვის თორე ისე გამოძახებები არის შეკვეთები არის მაგრამ რატომღაც ტარიფები არის აი მე არ ვიცი არა ადამიანი და არასწორი რა როგორც და ამასაც ძალიან მიხედვა უნდა მთავრობისგანაც დამსაქმებლებიდან რაღაცა შეჯერდეს უნდა ყველა ვარიანტი და ეს საკითხი უნდა მოგვარდგეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში, თორე სულ გაგრძელდება ასე, სულ იქნება ასეთი პრობლემები ამ ადამიანებს რო ხედავთ, ოჯახები გვყავთ ჩვენ და სესხები გვაქვს და ზოგს მანქანა ნაქირავები და იგი და მოქალაქეები ვართ, ხო და ჩვენი წოხილი უნდა მივიდეს ყველა დონეზე ახმებით რაღაცა აი მუშაობით რომ ეს პრობლემა გამოსწორდეს. აუცილებლად მე ასე მგონია ახლა მაგათმა იციან მაგათი საქმე, მაგრამ რაღაცნაირად არის ჩვენ ხედავთ რაც არის რეალობა. რეალობა არის ძალიან ცუდი. ამის მამინდა. გასაგებია, მადლობა. კიდევ ერთი მძღოლის მოსაზრება მოისმინეთ. მე მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ახალი ბულვარის ტერიტორიაზე.
მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, ასევე კრიმინალური პოლიცია და ისინი აკვირდებიან პროცესებს, პროტესტი არ იშლება, ცხოველები აქ კვლავ რჩებიან და ისინი ელოდებიან სხვებსაც, რათა პროტესტი უფრო მასშტაბური იყოს და უფრო შედეგიანი რომ აღმოჩნდეს. ამბობენ, რომ სხვა კომპანიებიდანაც ელოდებიან. მინდა ოჯახები ყავს, აი ამას შეხედე სავატყოფოდან ვარ მოსული. არ მუშაობდი, მაგრამ ჩემ ოჯახს ჭირდებოდა რომ აქ ყოფილიყარ. ესაა ჩემი მანქანა. ამაში რეკლამაში ყოველთვის ხალხი იხდის ფულს. მე რო რეკლამა გავაკეთო ჩემ მანქანაზე, ხალხი ამაში მე მიხდის ფულს და ეს რო აქ დამეწეპებინა, იქეთ გადავუხადე ფული. 80 ლარი წამართვეს, რომ რეკლამა გაეკეთებინათ. თავისი რეკლამა რო ყოველთვის სადაც წავალი ჩემ საქმეზე თუ სად წავალ არ აქვს მნიშვნელობა, თავისი რეკლამა რო გამოჩნდეს, იმაში ფული მე გადავიხადე. ის ტარიფები რაც არის ახლა დაწესებული, ფაქტობრივად არაფერი არ გრჩებათ, ხო? ფაქტობრივად მე თუ მრჩება 20 ლარი, აპლიკაციას რჩება იქ 30 ლარი. ჩემზე მეტი მიაქვს აპლიკაციას. 5 კილომეტრში რო 3 ლარს გავაკეთებ კომფორტ პლუსი. ძალიან მეწოდებიან ისინი, ვინც მუშაობს ეკონომით. ისინი რას აკეთებენ ვეღარ ხვდებით რა. რამდენ ადამიანსაც ხედავ, ჩემი ოჯახი არის 4 ადამიანი. მე მეუღლე 2 შვილი. რამდენ ადამიანსაც ხედავ, სულ მცირე 3 მაინც არის ამათ უკან. წარმოიდგინე, რამდენი ხალხი ელოდება დღეს საღამოს, რომ რაღაცა მივიტანოთ ჩვენ, მაგრამ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ აქ ვდგევართ. აქ იმიტომ ვდგევართ, რომ აქ რო არ ვიდგეთ, მაინც არაფერი არ გვექნება. მაინც ვერ გავაკეთებთ ვერაფერს. მთელი დღე ვიმუშავებ, ინვალიდი კაცი. მთელი დღე ვიმუშავებ და საღამოთი მივალ და ბავშვი მიუტან თუ არა, კანფეტისთვის დამჩება ფული თუ არა, არ ვიცი. 12-14 საათი მუშაობს ეს ხალხი. კომპანიასთან გქონდათ თვითონ რაიმე სახის კავშირი, რა პოზიცია აქვთ, იცით თქვენ? კომპანიას რა პოზიცია აქვს და საერთოდ არ ადარდებს ჩვენი თავი არაფრად. მე არ ვიქნები, სხვა იქნება, კაცო. რა დარდია კომპანიას ეს გლეხი ხალხი რას გააკეთებს? უცხოელები 80% უცხოელი მუშაობს. ამ თავრობამ გააკეთა რაღაცა. რავი, კანონი გვითხრეს, რომ რაღაცა კანონიო და უცხოელი აღარ იმუშავებსო, მაგრამ იმ კანონის ავლა როგორ ხდება არ ვიცი. მაინც მუშაობს. 15 უცხოელი დავაფიქსირეთ აქ, ვიძახებთ ახლა რომ მოვიდნენ და გავაგებინოთ ხალხს, რომ არ მუშაობ. ვიც მოდის 80% უცხოელია. რა კანონი მიიღეს, როგორ შეძლეს რომ კიდევ უცხოელები მუშაობენ, არ ვიცი. რას აპირებთ ახლა? გამოხედით კი შეიკრიბეთ, პროტესტი გრძელდება, თუმცა რამდენად შედეგი რომ მიიღოთ, ამისთვის რა არის საჭირო თქვენი აზრით? რა არის საჭირო და რეგულირებაა საჭირო. ეხლა აქ არის ბოლტის რეკლამა, მარტო ბოლტზე არ არის ეს. ყველა კომპანიამ უნდა დაარეგულიროს, იქ ბოლტია, იანდექსია თუ მაქსიმია თუ ეკონომი თუ პლუსი თუ მინუსი არ აქვს მნიშვნელობა. ყველამ უნდა დაარეგულიროს. მარშრუტკის და ავტობუსით უფრო ძვირი არ უნდა ჯდებოდეს მოძრაობა, ვინმე ტაქსით. ტაქსით მოძრაობა მცხვენია, ხურდის გამორთმევა მცხვენია მგზავრისთვის. დიახ, თქვენ ისმენთ ერთ-ერთი მძღოლის მოსაზრებას. რატომ გადაწყვიტეთ, რომ მოხსნათ კომპანიის რეკლამა? მეზიზღება უკვე. მეზიზღება, ეს რეკლამა, კი არა, მანქანა მეზიზღება. დილით გაღვიძება არ მინდა, რომ მოჯამაგირე ვარ, მოჯამაგირე დავდივარ მთელი დღე. ინვალიდი კაცი ვარ, არ მინდა ეხლა თავის შეგაცოდოთ და რაღაცეები ვილაპარაკო. მეტი გამოსავალი რო არმა გამოვდივარ, ქუჩაში ვარ მთელი დღე და სახლში მივდივარ და შვილებს დავაკმაყოფილებ თუ არა, ის არ ვიცი. თვითონ მთავრობის ჩართულობის აუცილებლობას თუ ხედავთ ამ პროცესში? აუცილებლობას ხედავ. რავი, ყოველ დღე იმას გველაპარაკებოდნენ, რომ უცხოელები არ არიან, აღარ იმუშავებენ. შეგიძლია დააფიქსირო, რამდენი უცხოელი მოვა ეხლა რო. საიდან მოდი, აბა ის კანონი რას ნიშნავდა, აბა არ ვიცი, ვერ ყვევი რაღაცებში რა. ანუ უცხოელები მაინც ახერხებენ კანონის გამკაცრების მიუხედავად მუშაობას და ამის კონტროლი არ ხდება. ეხლა აქ ვინც მოვედი, ჩვენ მეგობრებს დაურეკეთ, გავაგებინეთ. და ყველა თავის მეგობარს გააგებინა და აქ ვართ ყველა. ვიძახებთ ეხლა ჩვენ ტაქსებს, რა, ვინც არის ის რომ მოვიყვანოთ აქამდე და გავაგებინოთ. და ვინც მოდის 80% უცხოელია. ვერც გამტყუნებ, იმან არც იცოდა ეს ყველაფერი.
და მუშაობს, მაგრამ როგორ მუშაობს? ხო, იყო კანონი, ხო, რაღაცა ზალაში ხო შევიდა. მისი აპლიკაციებით მუშაობენ რა ქართულზე. ხო და რამ მე იმას ხო უნდა კონდეს შემოძმაო მაშინ ენის ბარიერი უნდა კონდეს გადასალახი ან გამოცდები უნდა კონდეს რაღაცა ხო უნდა რეალური კონტროლი უნდა იყოს. მე მირეკავენ და მეკითხებიან რომ კომფორტ პლუსი რატო გჭირდება Yandex-მა რა როცა მოვითხოვი კომფორტ პლუსი მინდა რატო გჭირდება იმიტომ რომ მიხარია რას ქვია რატო გჭირდება რაც მეტი იქნება შემოსავალი იმისთვის ვარ გამოსულები ხო მაგრამ აბუჩად გვიგდები დაგცინიან ესე რატო გინდაო კომფორტ პლუსი ინტერვიუს მართმევენ იმ უცხოს რატო არ ართმევენ იმ ხო რა თქმა უნდა ბანკი მაგრამ სხვა შემოსავალი 99%-ს ბანკით აქვს ნაყიდი მანქანები. დღეს არავის არ აქვს ჯიბეში 15 და 20000 დოლარი. ყველა სახის მანქანა რასაც ვხედავთ ახლა $100,000-იანზე და კლიმ მანქანა არ დაц. და ორლარად რომ გზავს ემსახურები და კიდე აქეთ დაგცინიან და აქეთ ეს არის მონური შრომა. ეს არ არის შრომა. ჩვენ საპენსიო კონტრაქტი არ გვაქვს არავისთან, არანაირი ხელშეკრულება არ გვაქვს, აპლიკაცია. დამთავრდა. უცხოელობის კანონი არ მოქმედებს, იმიტომ რომ დაბლოკეს უცხოელი გააკეთა სხვის სახელზე, ქართველის სახელზე აპლიკაცია და მუშაობს ჩვეულებრივად. ჩვენთვის მაგის შეღავაც არაფერს. ამის კონტროლი არ ხდება თუ ასე გაყალბებით აკეთებენ. ვერანაირად ვერ ხდება კონტროლი. კონტროლი არ ხდება ფიზიკურად. ჩვენ უფრო გვაკონტროლები ვინდრე სხვას. ჩვენ ერთმა გზავრმა რო დაგვიწეროს საყვედური, ან სიგარეტის სუნი იყო, ან ამ ცუდამინჩი ცოტათი შელახული ხალიჩა აგია დაბლად, ეგრევე გბლოკავენ. უადოდ დაბლოკვა. რის გამო? ვიღაცა მაიმუნი დაგიჯდა მანქანაში და დაგბლოკა. არის რაღაც არის შემთხვევები, ახლა გამახსენდა და არ დამავიწყდეს. არის შემთხვევები. ემსახურები 5-იანზე აკეთებ ყველაფერს, რა. ჩვენ მძღოლები ვიცით რა ხდება და ვცდილობთ რომ გზავრი არ ვაწყენინოთ, მაქსიმუმს ვაკეთებ. აკეთებ 5-იანზე ყველაფერს და ნახავ რომ ტოვებ გზავრს და ცოტა ხანში მოგდის უარყოფითი შეფასება. და ეს რატო ხდება, იცით? არა აქვს იქ დარეგულირებული თუ უარყოფითი 1-2 შეფასება გზავრმა მიუთით და მე ფასუკლებენ რა იმას ისე არის მოწყობილი რომ არ უზრუნავთ იქ ხალხი ყავს უკან და საღამოს რო სახლში მიხვა რაღაცა უნდა მიიტანო იქ მადლობა თქვენ როგორც ხედავთ პირდაპირ ეთერში ტაქსის მძღოლები კომპანიის რეკლამებს ახევენ და ასე გამოხატავენ ისინი პროტესტს ამაში ჩემო მეგობარო 80 ლარია გადახდია რეკლამას რომ მე იმას ვუკეთებ, იმაში ფული მე გადახდი. ხო, იქეთ ვიხდი ფულს. რატომ გადაწყვეტეთ რომ უნდა ჩამოხიოთ ეს რეკლამა? იმიტომ გადავწყვეტე რომ აზრი არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს. ურეკლამო მუშაობს, რეკლამია. ამას უნდა დავაწეროთ ავტობუსი, ალბათ ნომერს გამოვუყობ და იმაზე მე ფულს ვიშოვი. ლარს მომცემს 1 კაცი, 4 კაცი 4 ლარია. ლარნახევრის ნაცვლად. სამარშრუტო ტაქსებზე დაბალ ტარიფით დავდივარ ჩვენ ფაქტიურად. სამარშრუტო ტაქსებზე დაბალია ტარიფი. მინივენი მყავს ჩემოძმაო, მინივენი Mercedes-ის Vito მყავს. მინივენს მიძახებენ და მაძლევენ სამარცხინო 2 ლარს და 2 ლარნახევარს, მო. 20 შეკვეთას გავაკეთე მინივენი და 57 კაცი 8 კაციანი მანქანა ყავს და 20 შეკვეთას დღეში ვასრულებ და არ მჩება იქიდან 60 ლარი სუფთაც, მო. სირცხვილია, ხო? ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება არის საქართველოში ზმაო, მაგრამ ზეპირად. რას გულისხმობთ? ლაპარაკობთ არავინ არ გვისმენს, არ გვისმენს. იმის აზრის გამოთქმა რომ ვინმე გვერდით დაგვიდგეს. ლაპარაკობთ ისე ქარს მიაქვს ჩვენი სიტყვები. დღეს ისეც ქარიანი დღეა და ალბათ მაგით. როგორ ფიქრობთ მოგისმენთ კომპანია დამსაქმებელი დამსაქმებელი არასოს არავის არ მოусმენს. ბიზნესმენი არასოს არ ფიქრობს მუშახელზე. ეს ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთებთ თუ მთავრობამ ნახოს რა დღეში ვარ. და იმან აიძულოს დამსაქმებლები რომ რაღაცა შედეგი დაიგოს. ავტობუსის მძღოლები უფრო გჯობიან დღეს ტარიფში ვიდრე ჩვენ. არ შეიძლება ეს. აი თქვენ ისმენდით ტაქსის მძღოლების მოსაზრებებს და ასევე თქვენ პირდაპირ ეთერში ხედავთ მათ პროტესტს და როგორც ისინი ამბობენ, ისინი ითხოვენ მთავრობის ჩართულობას, რათა
საკითხი გადაწყდეს დადებითად და მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი იქნას გათვალისწინებული. საუბარი არის იმაზე, რომ მძღოლები ითხოვენ მგზავრობის ტარიფის ყველა აძრო. აბა კი არ დაადროვდეს, ყველა უნდა აძრო. ბიჭებო, მანქანა არ გამიფუჭოთ ისეკენიც მურად დამეხმარეთ. ეს დღეს კი არ უნდა იყოს მასობრივად ხვალეთ და გუა შედეგი არ დაიგო ხვალეთ. ეს ავადმყოფოში წევა, როცა იქნება პროექტის დაგვიგია. ბოლტის ბრენდი. იმენა მანქანა ყავდა ბრენდი. ასეთი იყო მძღოლების სათქმელი, თქვენ პირდაპირ ეთერში ისმენდით, თუ მათ რა მოთხოვნები გქონდათ, ჩვენ ცხადია ვაკვირდებით ამ პროცესებს და იმ შემთხვევაში თუ რაიმე ტიპის სიახლე იქნება ამ საკითხზე, ჩვენ განახლებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ, ასევე თუ დაგვიკავშირდებიან დამსაქმებლები, საუბარი არის ბოლტი, მაქსიმი, იანდექსი და სხვები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მძღოლებს განუმარტონ მათი სათქმელი და პოზიცია, ჩვენ ცხადია